საქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა. განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ფუნდამენტური საგნების სწავლის გაძლიერება. სიახლის თანახმად ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულად თანხვედრაში იქნება სასწავლო პროგრამასთან. მე-12 კლასი დარჩება ნებაყოფლობითი და სწავლა წინასწარი რეგისტრაციით მოხდება. ცვლილებები შეეხება პირველ კლასელთა რეგისტრაციასაც. პედაგოგთა კვალიფიკაციის და პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად კი შეიქმნება ახალი მოდელი, ამასთან შრომის ანაზღაურებაც იქნება მზარდი, ასევე შემუშავდება სასწავლო დაწესებულებებში მობილურის გამოყენების წესები 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის კი სავალდებულო ხდება სასკოლმო ფორმის ტარებაც. ზოგადი განათლების სისტემის ეროვნული კონცეფცია დამტკიცდა მთავრობის დადგენილებით, ის თვენახევრის განმავლობაში აქტიურ განხილვას ექვემდებარებოდა მიზნობრივ ჯგუფებთან. მთლიანობაში ჩატარდა უშუალოდ ჩემი მონაწილეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით 13 შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სკოლის პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციისა და რესურს ცენტრების წარმომადგენლები, ასევე მოსწავლეთა მშობლები და ჩვენ მივიღეთ უპირობო ცალმხრივად გამოკვეთილი მხარდაჭერა ამ რეფორმის განხორციელებაზე, რამე თუ ის პასუხობს ყველა იმ საჭიროებას, ყველა იმ მოთხოვნას, რომლის წინაშეც დღეს სწავლების პროცესი და მთლიანად სასკოლო საზოგადოება დგას. ეს რეფორმა ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტს, რომელიც 2024 წლის ივნისში პარლამენტმა დაამტკიცა და რომლითაც სწავლების პროცესი, მეთოდოლოგია და ყველა ის კომპონენტი, რაც სასკოლო ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, ეფუძნება იმ ღირებულებების დანერგვას, რასაც ეროვნული ღირებულებები ქვია. ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილება, პატრიოტიზმი, სამშობლოსა და სახელმწიფო სიმბოლიკისადმი პირდაპირი ბმა. ეს ის ღირებულებებია, რომელიც სამწუხაროდ წინა დოკუმენტში, რომელიც 2004 წლის ოქტომბერში იქნა მიღებული, სრულიად ამოღებული იყო და შესაბამისად ამით ხაზგასმული იყო, რომ ეს საკითხი მაშინდელი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. სწორედ ამ დოკუმენტზე დაფუძნებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ფუნდამენტური რეფორმა განვახორციელოთ, რომლის მიზანიც არის ფუნდამენტური ძირითადი საგნების, როგორიც არის ჰუმანიტარული საგნები, ეს არის ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, მათი სიღრმისეული ცოდნის უზრუნველყოფა, ისევე როგორც განსაკუთრებული აქცენტები გავაკეთოთ ისეთ საგნებზე, როგორიც არის ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები, სადაც დეფიციტური მიმართულებებია, რაზეც მოთხოვნა არის ეკონომიკური პროექტებიდან და კონკრეტული პროფესიონალების აღზრდიდან და საჭიროებიდან გამომდინარე. აქვე მნიშვნელოვანია, რომ გადავდივართ 11 წლიან სწავლებაზე ძირითადად, რაც სრულად უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიცემას ახალგაზრდებისთვის და მე-11 კლასი იქნება ვიწრო პროფილური, რომელიც სრულად თავსებადი იქნება ეროვნული გამოცდების პროგრამასთან, რაც შესაძლებელს გახდის, რომ მიღებული ცოდნა საკმარისი იყოს, სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ბავშვმა დაძლიოს ეროვნული გამოცდების ბარიერი და მოიპოვოს დამსახურებული ადგილი უმაღლეს სასწავლებლებში. შესაბამისად, მე-11 კლასში შემოგვაქვს ეგრეთ წოდებული რეპეტიტორიუმი, სადაც მოსწავლეებს, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ აერჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელსაც სიღრმისეულად გაზრდილი საათების რაოდენობით მთელი წლის განმავლობაში გაივლიან და ისინი მოემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის. აქვე მსურველთათვის ჩვენ ვტოვებთ მე-12 კლასის შესაძლებლობას ყოველი წლის მარტში გაიხსნება რეგისტრაციის ბადე, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის მე-11 კლასელი, ვისაც ექნება სურვილი, რომ მან სწავლის პროცესი მე-12 კლასში გააგრძელოს და მარტის ბოლოს, როდესაც ჩვენ გვექნება რეგისტრაციის შედეგები, ვნახავთ რა რაოდენობის ახალგაზრდა დარეგისტრირდა, როგორი არის მათი გეოგრაფიული არეალი და შესაბამისად ამის მიხედვით ჩვენ შესაბამისი ქალაქებისა თუ მუნიციპალიტეტების სკოლებში, სადაც რომელთაც აქვს 12 წლიანი სასწავლო პროცესის ავტორიზაცია მიღებული სამინისტროსგან, გავხსნით შესაბამის კლასებს და უზრუნველყოფთ, რომ მე-12 კლასში გაგრძელდეს კიდევ უფრო გაღრმავებული რეპეტიტორიუმით მათი მომზადება და მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ 12 წლიანი სასწავლო ატესტატი მიიღონ ამ სწავლის საფუძველზე.